პირველი ელექტრორკინიგზის შექმნა თომას ედისონის ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის სახელს უკავშირდება და 1980 წელს იწყება, როცა ნიუ-ჯერსიში მენლ პარკში ედისონმა თავისი ლაბორატორიის ტერიტორიაზე პატარა 400 მეტრიანი მატარებელი ააშენა და პირველად ცადა, რომ ის ელექტროენერგიით აემუშავებინა. ედისონის მატარებელი კი ასე გამოიყურებოდა. ელექტროძრავა ჰქონდა, რომელიც ენერგიას ბატარეებით იღებდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 65 კმ/სთ იყო, რაც შესაძლოა ახლა გასაოცარი არაა, მაგრამ იმ დროისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი მონაცემი იყო. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრანსპორტის ელექტროფიკაციის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა იყო და ამ სატესტო მცდელობის შემდეგ, რომელიც ედისონმა მიწვეულ სტუმრებსა და ინვესტორებს წარუდგინა, სრულად განსხვავებული ერა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეის ავტორი და ამ ტექნოლოგიის გამომგონებელი მის მასშტაბურ განვითარებაში არ ჩაერთო, მაინც სწორედ ამ დღემ 1980 წლის 13 მაისმა და თომას ედისონის ლაბორატორიაში წარდგენილმა სანახაობამ სხვა გამომგონებლები და ინჟინრებიც შთააგონა და საბოლოოდ მსოფლიო მომდევნო 10 წელში ელექტროტრამვაებისა და მეტროს განვითარება დაიწყო. სრულად ფუნქციონალური ელექტროტრამვაის შექმნა და შემდეგ მისი დიდ ქალაქებში, როგორც ნიუ-იორკი, ბერლინი, ლონდონი და სხვებია, ამუშავება კი ფრენკ სპრაიგის სახელს უკავშირდება. მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 70-იანი წლების ჩათვლით ელექტროფიცირებული ხაზები ლამის მთლიან ევროპას იპყრობდა. გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ორთქმავლების საჭიროება კი თანდათან ქრებოდა. მაგალითად, საქართველოში 1932 წელს რკინიგზის პირველი ელექტროფიცირებული ხაზი ზესტაფონი-ქუთაისი რიონის ხაზზე დაინიშნა და ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში რკინიგზის პირველი ელექტრომონაკვეთი იყო. 40-იან წლებში კი ეს მიმართულება გაფართოვდა, ლამის ყველა მარშრუტი მოიცვა 70-იანებიდან კი უკვე მთიან რეგიონებზე კონცენტრირდნენ და ეს ხაზებიც სრულად ელექტროფიცირებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის ელექტროენერგიაზე გადასვლა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა და განაცხადი იყო, რა თქმა უნდა, რომ სისტემას განვითარება და დახვეწა სჭირდებოდა. 1960 წლიდან მოყოლებული მაღალსიჩქარიანი მატარებლები გამოჩნდნენ და ამ შემთხვევაში პირველობა იაპონიამ დაიკავა. ბულეტ ტრეინის ხაზით, რასაც 90-იანებში უკვე საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები მიყვნენ. ეს რკინიგზები დღემდე ვითარდება, იცვლება და იხვეწება. მაგალითად, ამჟამად ყველაზე მაღალსიჩქარიანი გზები ჩინეთშია, რომელიც 50000 კილომეტრს ფარავს და 350 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. 21 საუკუნეში სწრაფმალბობას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა ეკოლოგიური ტრანსპორტი. შესაბამისად, დიზელზე მომუშავე მატარებლების ელექტრომატარებლით ჩანაცვლება დაიწყეს. მაგალითად, გერმანიასა და ნიდერლანდებში ჰიდროგენული მატარებლები უკვე გამოჩნდა, იაპონიასა და საფრანგეთში კი ბატარეაზე მომუშავე მატარებლები. ახლახან შვეიცარიის ძველ რკინიგზაზე მზის პანელების მოწყობაც დაიწყეს და შეიძლება ითქვას, რომ სარკინიგზო სისტემა ეტაპობრივად ემისიების შემცირებასა და ენერგოეფექტურობაზე სულ უფრო მეტად კონცენტრირდება. და მხოლოდ ესეც არა, ავტომატიზაციით და ციფრული ტექნოლოგიების მატარებლებში ინტეგრირება, რა თქმა უნდა, რომ თანამედროვე სამყაროს გაციფრულების კვალდაკვალ გააქტიურდა. მაგალითისთვის, დუბაის მეტროში, კოპენჰაგენში თუ სინგაპურში ძღოლის გარეშე მოძრავი მატარებლები აღარავის უყვარს, მგზავრებს კი უკვე დიდი ხანია, რაც ციფრული სამგზავრო ბილეთები გადაეცემათ. მიმდინარე სარკინიგზო პროექტებს, რაც შეეხება აზიის რეგიონში, ჩინეთი და ინდოეთი ლიდერობენ. ჩინეთი შუა აზიიდან ევროპამდე გადაჭიმულ სარკინიგზო ხაზს ინდოეთი კი მუმბაიდან აჰმედაბადამდე. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს აფრიკის რეგიონშიც, კენია, ეთიოპია, ნიგერია, ხაზი, რომელიც ჩინეთის დაფინანსებით ხორციელდება და კონკრეტულად ამ სარკინიგზო მიმართულებაზე ელექტროფიკაციის წილი საკმაოდ გაზრდილია. ამჟამად მსოფლიოს სარკინიგზო სისტემის სტრატეგიული მიზნები კი ასე გამოიყურება: ეკოლოგიურობა და ტრანსპორტის დეკარბონიზაცია, რკინიგზის საჰაერო, საზღვაო თუ საგზაო ქსელებთან მიბმა, ინოვაციების დანერგვა, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ სხვა ინსტრუმენტები და სხვადასხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია. რეალურად ისევ დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, ედისონის ექსპერიმენტი მხოლოდ დასაწყისი იყო, თუმცა ელექტროტრანსპორტის რევოლუციას საფუძვლად სწორედ მისი იდეა დაედო, რომელმაც არა მხოლოდ რკინიგზა, არამედ ქალაქგეგმარებები, ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა.